არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძე თელავის მერობის კანდიდატი კომპანია ბუნებრივი აირის მფლობელს კახეთში ავტოგაზგასამართის სადგურების და ბაზარზე არსებული ფასების მონოპოლიზაციაში ადანაშაულებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით თელავში გაზის ფასი მაღალია. ოპოზიციონერის თქმით, შოთა დებინაშვილი ქართული ოცნების თელავის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებს, სანაცვლოდ კი ხელისუფლება კი იმას მფარველობას უწევს. მოსიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კომპანიის მფლობელი და ოპოზიციონერის ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. ბიზნესმენ შოთა დებინაშვილის განმარტებით, მისი კომპანია ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან ძვირად ყიდულობს, რაც მის ფასზე შესაბამისად აისახება. სადგურებზე ფასი იკლებს. სამწუხარო რეალობაა, რომ თელავში გამომდინარე იქიდან, რომ აქვს ერთ კონკრეტულ კომპანიას მონოპოლიზირებული ბაზარი, ფასი არის ლარი და 10. რა დააშავა თელავმა, არ ვიცი, რომ არის ეს ფასები. როდესაც ვისოლს მაგალითად, იგივე ვისოლს ბათუმში, ქუთაისში, თბილისში აქვს ფასი ნაკლები, ხოლო თელავში მეტი. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით და ეს უკვე საიდუმლოს არავის არ წარმოადგენს, ეს კონკრეტული კომპანია აფინანსებს ქართული ოცნების კანდიდატს თელავში. რაშიც ქართული ოცნება ჩემი დაფინანსებები. თუ ნორმალური კანდიდატურა იქნება და გულში დაუდგეთ, რომ ხარ დაუჭერთ, რომ ღირსეული კანდიდატურა თელავში საქმეზე აღწერა შეცვლილი საბოლოო. ვინ არის საქმის გამგებლებელი, რომელი კანდიდატურაა? ასეთი საქმის გამგებლებელი არ არის. ჩამოვაყოს დინა მოსიაშვილს. ერთი ხედავთ თელავში. ერთი რამე ეკლესიის გაუგეთებია, ხალხისთვის გაუგეთებია. არაფერი არავის არ გაგეთებია. სოკარიან მონოპოლისტი. სოკარიან მიდულობ ჩვენ ძალიან ზრინგად და ვიდით შეიძლება და რაი და 5 წამი გვინდა თავის ხელფასებიან და თავის გადასახადებიან ამ სულთლიანად.